გაიხუცე. აი არ შეიძლება დაბრალდი. მეგობრებო, გაიხუცე რა. არ შეიძლება უბრალოდ სიჩუმე იყოს თქვენი პოზიცია, ოდესაც ჩვენ ქვეყანას გვარქმევენ. ვიყიდია. გასაგებად, სტუმართ მასპინძელი ერი ვართ, მაგრამ დონს უნდა მოვიდეთ, რომ არ იყიდება საქართველოს, უყიდით საქართველოს და ჩაკეტეთ, იმიტომ რომ წავილეთ. და ვიზა თეთრ უმცირესობაში ვარ და მალე ათითის რაც მოხდება და არ მინდა სხვა ქვეყნებს დაიმართოთ, იგივე დაგვემართოს ჩვენ და გადავშოთ, ეს იქნება ქართულის დასასრული. ამიტომ პეუში საქართველოს გაუმარჯოს და ქართულ გენს გაუმარჯოს. მაგითაც ასრულებ. აუცილებლად ერთად გომა, ვინც ახლა მიყურებთ რა. პირდაპირ ხოთა გადააზიანებს ყველა. რა რაჩერა მეტ ადამიანთა მივიტანოთ სათქმელი. ჩვენი გვერდები შეზღუდული არის, ამიტომ გაზიარება უმნიშვნელოვანესია მეგობრებო. გავიგვიძოთ რა, ნუ ვიქნებით სულად, როდესაც ქვეყანას ვიყიდია. გავიგვიძოთ. მე რაღაცა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით რა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავსებული არის ირანელებით, არაბებით, ინდოელებით, პაკისტანელებით, რუსებით, უკრაინელებით, ყაზახებით. აი, საერთოდ მოიც რაც ხდება ქვეყანაში. ამის აზრზე ხო ხარ? არავინ არ თქოს, არ ვიცით რაც ხდება. და დილად რამდენიმე დღის წინ წამოწდა მნიშვნელოვანი სტატისტიკა, წამოწდა 16,000 ადამიანზე მეც ნაკიდია $100,000 მეტის უძრავი ქონება, ასე ვთქვათ. რაც იმას იცავს, მინიმუმ 16,000 შეიძლება ბარი, რესტორანი, სახლი უკვე გაყიდული არის. მაგრამ ეს კიდე არაფერი იმას შეხედებით, რაც ვიცით, ხო? ოფიციალურ სტატისტიკაში არასდროს არ საუბრობენ იმას, რაც არის სიმართლე. და დაბალ ციფრებს წერენ, დაბალ რიცხვებს, დაბალ სტატისტიკას განახებენ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრად მეტია გაყიდული. ეგა მარჯანიშვილზე ვარ რა, ეს ხო იცი გაყიდული აქაურობა რა. ბათუმსაც გვედავებია. ბათუმსაც გვედავებია, აი მოკლედ ყველა მხარეს ხუმილი დანაშაულებს შეგვიძლია, ამიტომაც გაიგეთ მახსოვს გადააზიანეთ და მხარი დაუჭიეთ ამ ინიციატორებს რა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ სურს, რომ ჩვენი ქვეყანა და არაფერს გასად დათოვეს არ ვაპირებთ რა. აქ ახლა იწერება კომენტარებში ჩავწერო რომ რასთან დაკავშირებით არის ეს რომ დაკავშირებით არის რომ საქართველოს გაგვიხიდეს და პირდაპირ მიმდინარეობს საქართველოში ეთნიკურად ქართველები მიმოწევს და ჩანაცვლება სხვა ერის წარმომადგენლები როგორიც არის ინდოელები, პაკისტანელები და ასე შემდეგ რა. ხოდა გონს მოვიდეთ რა, არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დაუთმოთ. პირდაპირ ეს იქნება ქართული გერის დასასრული რა. და დაიგუძოთ მეგობრებო რა. და წინა ვიდეოების კომენტარებში მიწოდე დაგიჭერენო და ასე შემდეგ რა. და თუნდაც დაგვიჭირო არა პრობლემა, ყველას ვერ დაგვიჭერენ და ყველას ვერ მოგკლავენ რა. დამცავერია გაიგუძეთ და გონებას მოდი ძალიან გთხოვთ რა. ჩვენი ქვეყანა და ნუ დავუკარგავთ ჩვენ ქვეყანას. გადააზიათ მახსოვთ ყველას, იმიტომ რომ წინა ვიდეოები ძალიან კარგად გავჩერდა და მაგის გამო შემიზღუდოს გვერდები და ამიტომაც ახლა ცოტა მიყვებდა. მაქსიმალურად გადააზიათ გვერდში დაგვიდექი და დავიდექი დამთავარი ორგანიზატორებს ხარში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხია და აქ არ არის კონცენტრაცია ჩვენ არცეთი არა ვარ და ნაცები არ წოწები არ არის რა. ჩვენს ადამიანებს ვიყვარ ჩვენი ქვეყანა და არაფრის მასთან დათმობას არ ვაპირებთ. ვისაც როგორ გინდათ ისე გაიგეთ ყველა ჩემი და პირად ჩემს აი ეს არის პასუხი უბრალოდ რამე კითხვის ნიშანი გაგაჩნია. გაუმარჯოს ერთიან ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს. ისეთ საქართველოს ვისაც მერაბი და კოსტავე იბრძოდნენ და ისეთ საქართველოს ვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა. აქციოდ გაიგვიძეთ და გამოფხიზდით მეგობრებო რა. არ შეიძლება სიჩუმე მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანას ყიდია რა. და წარმოიდგინოთ თქვენ საკუთარ სახლში ვიღაცა შემოვიდეს რა. ინდოელი, პაკისტანი არ ვიღაცა რასიზმს რა. და მე არავის შემეკოსო იტყვი და ეგრე არ ხდება რა. ჯერ მოდი უცხოელები ვიყო რა. ჯერ კიდე რაღაცას ვახერხებთ. გმენს არ დაგვიყენოს ის დრო, რომ ეგარ მოვახერხოთ, ამიტომ უცხოელები გაიგვიძეთ. არც შედათ გაბრაზდით რა, იმიტომ რომ
სამშობლოსთვის ბრძოლა ღირს. ჩვენი დიადი წინაპრების საუბრისთვის ბრძოლა. ბრძოლა ღირს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და არ უნდა შევეგუოთ ჩვენი ქვეყნის გაყიდვას. ქართველების სხვა ეროვნების ჩანაცვლებას. და მინდა გავიხსენო კიდე ის 6 მილიარდის ინვესტიცია შემოდისო არაბეთიდანო. მოგახსოვთ? აი თხახო რა ინვესტიცია, რომელი ინვესტორი იყო საქართველოს არის დავის დროზე. აბა დაფიქრდით. აბა თქო გაყიდვას საქართველოს და ეგრე არ უნდა შევეგუოთ და გავიღვიძოთ რა. და ჩვენი ძალა არ არის მარტო ეს. ბევრად მეტი ვართ და განსხვავებული იმასაც რომ მთელი ემიგრაცია ხარს უჭერს რა კონკრეტულ მოთხოვნაში. ამიტომაც გაიღვიძეთ და მივმართავთ ჩაკეტეთ საქართველოს დროებით მაინც საქართველოს გვექოს მართლ ხალხს და გაუქმეს მიგრაციის შესახებ ლიბერალურ კანონი. არ შეიძლება ჩუმად იყოთ მაშინ როცა საქართველოს გვიყიდია. აი ხო აცია ხომ კონცეფციის ამომრჩევლება რა. აბა ომი გინდათ? ომი არავის არ გვინდა. და ტიპილი უნდა იყოს ომი რო გინდათ. თუმცა იცი რომ არ გვაქვს საკმარისი ძალა. არც სამხედროებით, არც მოსახლეობის რაოდენობით და ასე შემდეგ. მაგრამ ომი კი არ მინდა. არ მინდა ომი. არავის არ გვინდა. მაგრამ იმას ხონა ვიაზრებდეთ, რომ საქართველოს მიწა-წყალს ყიდიან. ადრე თუ იარაღით შემოდიოდნენ, ახლა ფულს გაძლევენ და ასე იღებენ შენს მიწა-წყალს. ფულზე ყიდიან. არ ვიცი რა უნდა გითხრათ რა. ესეც ომია საქართველოს წინააღმდეგ და ესეც ოკუპაცია არის ფინანსურად. ამიტომაც გავერთიან ერთად ომის რო არ და ყველას ხოთა გადააზია და თან გამომიწერეთ. იმიტომ რომ ახალი გვერდას ვყრი, იმიტომ რომ ვიცუდები ყავდა რა სიახლეები არ გაგვიყვება. გენაცვალეთ შორს აგდა ვერგვით გახარ გვერდში ამსა რა მაგრამ გულით კიდე ჩვენთან იყო რა ვერმან დაგლოცოდა ჩვენც და აბსოლუტურად ყველა ისეთ საქართველოში გავცხოვროს როგორი საქართველოსთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა როგორი საქართველოსთვისაც მერაბი და ზვიადი იბრძოდნენ ხოდა ეს ქვეყანა არის ჩვენი ქართველების უბრალოდ არ ვეუბნებიან არ გვეშლებოდა არავის ის ასოებელი არ გვაქვს არაფერი, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელიც წითელი ხაზების გადალახვასაც არავის არ შევარჩენს. და ვიმოქმედეთ. სიტყვით თუ საქმით ამას